თქვენ მეუბნებით, რომ რაღაცა ზედმეტად მასშტაბური გაყალბების გარეშე კალაძე ფაქტობრივად ლეგიტიმურად არჩეული თბილისის მერია? კი ბატონო. კი, აბსოლუტურად. ეხლა ლეგიტიმაციას არ არის რაღაც აბსოლუტური ტერმინი, ხო? რა თქმა უნდა, ის რომ ჩვენ რო ძალიან ფართო კონტექსტში შევხედოთ და ვთქვათ, რომ დაჭერილი ამდენი ადამიანი არის გარემო მთლიანად არის ძალიან რადიკალიზებული, დაძაბული და არ იყო ისეთი საარჩევნო გარემო შედგა ბოიკოტი, იმიტომ რომ არავინ მსოფლიოში არ ცნობს ახლა ამ რაღაც ძალიან დაბალ პროცენტიან ესე ვთქვათ მისვლას და ამ შემდეგ. ეს გამორიცხულია, იმიტომ 41% არის მოსახლეობის მისული არჩევნებზე, რაც საშუალო ციფრი არის აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის მასშტაბით. ანუ ამ კონტექსტში ვერავინ ვერ იტყვის, რომ არჩევნები არალეგიტიმურია. არც იმ კონტექსტში რომ თქვა გაყალბებაც არ დაჭირდა ოცნებას. კი, რა თქმა უნდა, იყო რაღაც ინციდენტები და რაღაც გაყალბებებს ექნებოდა, მაგრამ არ არის დაფიქსირებული მასშტაბური გაყალბებები და ამ კონტექსტში ესე იგი ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს ესე ვთქვათ ადგილობრივი მმართველობა არის არალეგიტიმური და თუ შეიცვლება მაგალითად ცენტრალური ხელისუფლება ვალდებულია რომ გამოაცხადოს ახალი ადგილობრივი არჩევნები. ანუ ესენი დაკანონდა 4 წლით ეს ყველანი ვინც ახლა მივიდნენ ესე ვთქვათ ხელისუფლებაში.